მოგესალმებით ძირფასად ელიმაყურებლებო საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია კაინტივის და მე გახლავართ ჟურნალისტი ქეთი ნოგიევა. სანრემოს რიგით 75 ფესტივალიდან გერთობით დღეს არის სანრემოს ფესტივალის მესამე საღამო და მე ვიმყოფები საკონფერენციო დარბაზში, სადაც ასობით აკრედიტებული ჟურნალისტია შეკრებილი. საოცარი სამზადისია, სულ რამდენიმე წუთია დარჩენილი, მანამ სანამ დაიწყება სანრემოს ფესტივალი. დღეს 14 მონაწილე იმღერებს გუშინ 13 თებერვალს 5 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდა ხმის მიცემის მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2 საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტები, ტელეკომპანიასა და რადიოს ჟურნალისტები და რა თქმა უნდა მაყურებელი და სწორედ მაყურებელმა და ჟურნალისტებმა გამოავლინეს სანრემოს ფესტივალის 5 საუკეთესო მონაწილე. მეორე საღამოს რა მოხდება დღეს? ყველაფერი გველოდება წინ იტალიის დროით 20 საათსა და 40 წუთზე დაიწყება სანრემოს ფესტივალი. მანამ სანამ დაიწყება, მინდა რომ შევაჯამო ორიოდე სიტყვით, თუ როგორ ჩაიარა ამ დღების განმავლობაში და რა ხდებოდა საერთოდ როგორი ვითარება იყო. პირველ რიგში ჩემი ემოცია უნდა გაგიზიაროთ, როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ჟურნალის აქვს თავისი მაგი და წარწერით და საქართველოს რასაკვირველია, აქვს თავისი კუთხე, პატარა საქართველოს დროშით, ძალიან მარტივია ჩვენი ცნობა, ჩემთან ერთად იმყოფება კაინტივის აკრედიტებული ვიდეო ოპერატორი თებრანა მაჩალაძე, რომელიც უჭერს მხარს ქართულ-იტალიური ტელეკომპანია კაინტივის და მეხმარება პირდაპირ ჩართობისა და რეპორტაჟების მომზადებაში და აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ერთი ამბავი, რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი მოდის ჩვენთან გასაცნობად და გვეკითხებიან თუ საიდან ვართ. ძალიან ბევრი მათგანი აღმოჩნდა, რომ იმყოფებოდა საქართველოში, თბილისში, გორში და ძალიან ბევრ ქალაქში და იმდენად მოსწონთ საქართველო, რომ მზად არიან კიდევ წავიდნენ, კიდევ იმოგზაურონ და ძალიან დიდ სიხარულს გამოხატავენ და აღფრთოვანებას, რომ როგორც იქნა ამდენი წლის შემდეგ, უკვე 75 წლის შემდეგ ქართველი ჟურნალისტი იმყოფება, რომელიც აშუქებს სანრემოს ფესტივალს. ამბობენ, რომ თავადაც იციან, რომ იტალიური სიმღერები ძალიან უყვართ საქართველოში და რომ სანრემოს ფესტივალს ძალიან ბევრი ქართველი მაყურებელი ყავს, როგორც იტალიაში, აგრეთვე საქართველოში და აქედან გამომდინარე ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა, რომ მოვამზადო რეპორტაჟები, სიუჟეტები და პირდაპირ ჩართვები, რადგან აქ მყოფი ძალიან ბევრი იტალიელი კოლეგა და უცხოელი კოლეგა ადევნებს თვალს ჩემს თითოეულ ჩართვას. აქვე დავაანონსებ, რომ ხვალ დაიდება ძალიან საინტერესო ინტერვიუ, რომელიც ჩაიწერა ერთ-ერთ ჟურნალისტთან, რომელიც ჩამოვიდა ამერიკიდან და საუბარია ალბანოზე. აღმოჩნდა, რომ ალბანო არის მისი ძალიან კარგი და ახლო მეგობარი და ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე და საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობაზე და თუ როგორ მოეწონა ალბანოს საქართველო. მოკლედ, ვფიქრობ, რომ უკვე ბევრი ინფორმაცია გითხარით, მინდა რომ რაღაცეების სიურპრიზადაც დავტოვო, ამიტომ დაგემშვიდობებით. თქვენთან ერთად დაველოდები სანრემოს ფესტივალს, რომელიც სულ რაღაც 10 წუთში დაიწყება და მეც დიდი მოლოდინით ველოდები თუ როგორ ჩაივლის დღევანდელი საღამო. შეგახსენებთ, რომ დღეს სანრემოს ფესტივალის მესამე საღამოზე 14 მონაწილე გამოვა და იმღერებს. მე ქართულ-იტალიური ტელეკომპანია კაინტივის სახელით ვარ ერთ-ერთი ჟიურის წევრი და დღესაც დავაფიქსირებ ჩემს ხმას მივცემ ჩემს რჩეულს. Buongiorno, presento la televisione italo Giorgiana KNTV. Prima di tutto un saluto dalla Giorgia. Fantastico, saluto la Giorgia allora. Sono molto curioso della Giorgia. Allora vi aspettiamo. Curiosisce e spero di poterci andare molto bene. Quali sono i messaggi chiavi che stai cercando di trasmettere attraverso la tua canzone, la musica? Guarda, il messaggio chiave è fondamentalmente che la musica, insomma, diciamo, può essere una vera riuscita a volte da certe situazioni magari negative, come possono essere, noi viviamo una città piena di smog, ma in realtà può essere uno stato mentale interiore, a volte sai solo in un periodo storico dove ci sono tante anche problematiche mentali, ansie, stress, la musica che possa essere veramente una bella soluzione. Saluto a tutto il pubblico georgiano.
Buongiorno Elodie, sono Katie Nogieva, giornalista georgiana. Presento la televisione italo-georgiana KNTV. In bocca al lupo prima di tutto. Grazie, sei gentilissima. E un saluto dalla Georgia. Grazie. Puoi raccontarci com'è stata la tua esperienza negli anni passati al Festival di Sanremo e cosa ti ha ispirato a tornare quest'anno con la tua nuova canzone? Ma ho sempre avuto, come dicevo prima, un bel rapporto con questo palco, sia dal punto di vista emotivo, che comunque ti crea una bella agitazione, devo dire, soprattutto la prima serata è tosta. Credo che ci siano delle grandi possibilità, questo palco ti può dare, come dicevo, sia dal punto di vista professionale che umano, quindi ci trovo sempre con grande piacere. Grazie, buon A te, grazie. Ciao, sono Barbara. ასეთი იყო სანრემოს ფესტივალის გასული 2 საღამო, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივადევნეთ თვალი და 20 საათსა და 40 წუთზე იტალიის დროით. სანრემოს ფესტივალის მესამე საღამო დაიწყება. გრანდიოზული სანახაობა და შოუ გველოდება, როგორც აღნიშნა სამხატვრო ხელმძღვანელმა კარლო კონტიმ. აქ არის სამზადისი, ყველა აკეთებს თავის საქმებს, აკრედიტებული ჟურნალისტებიც არიან სამზადისში, ამზადებენ რეპორტაჟებს, სიუჟეტებს და მანამ სანამ დაგემშვიდობებით 2 წუთით ჩემს ოპერატორს ვთხოვ, რომ დაგათვალიერებინოთ კულისებს მიღმა თუ რა ხდება იმ საკონფერენციო დარბაზში, სადაც ყოველდღიურად ჟურნალისტები ჩვენ ხვდებით ცნობილ იტალიელ მომღერლებს, წამყვანებს, ვარსკვლავებს და სანრემოს ფესტივალის მონაწილეებს. ვიცი რომ ძალიან გაინტერესებთ ხოლმე რა ხდება კულისებს მიღმა, ამიტომ გამომყევით, წავედით. აი ეს არის მთავარი შემოსასვლელი. აი ხედავთ კოლეგებს კადრში სამზადისია, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წუთი არის დარჩენილი, მაგრამ სანამ დაიწყება სანრემოს ფესტივალის მესამე საღამო და აი ხედავთ ჩვენ მთავარ შესასვლელს საკონფერენციო დარბაზის სანრემო 2025 წარწერა. თქვენ ახლა ხედავთ კადრში და ნელ-ნელა შევიდეთ საკონფერენციო დარბაზში. მე როგორც ვიცი, უკვე იწყება ძალიან მალე ხმის მიცემის პროცესი და ჩემს ოპერატორს ვთხოვ, რომ გამომყვეს და ვაჩვენოთ კადრში თუ რა ხდება მაშინ, როდესაც სანრემოს ფესტივალი იწყება და როგორი სამზადისია, რა სამზადებენ და როგორ ამზადებენ ჟურნალისტები. სანრემოს ფესტივალს 2 სხვადასხვა საკონფერენციო დარბაზი აქვს და აი ეს არის მთავარი საკონფერენციო დარბაზი, სადაც ასობით ჟურნალისტი არის შეკრებილი. სწორედ აქ მოდის ყოველდღიურად სანრემოს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კარლო კონტი, ტელეკომპანია რაიუნოს შემოქმედებითი გუნდი და სხვადასხვა ცნობილი მომღერლები და ვარსკვლავები. აქ ჟურნალისტებს ყოველდღიურად აქვს შეხება, უშუალო შეხება ცნობილ სახეებთან. ფოტოების გადაღების, ინტერვიუს ჩაწერის საკმაოდ რთული პროცესია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოხდეს ინტერვიუს ჩაწერა. გამომყევით, ნახოთ აქეთ როგორი სამზადისია. Buongiorno, siamo nella trasmissione in diretta con il pubblico georgiano, se vuoi salutare. Ciao a tutti. Il pubblico georgiano. Ciao a tutti e viva Sanremo allora. 5 cantanti preferiti, se mi puoi nominare. Certo, allora ti direi, vabbè, appunto Olli, Lucio Corsi, Achille Lauro, mi è piaciuta molto quello di Willy Peyote, molto, Bruno Risars, sono detti 5, forse ne manca uno, Rose Villain, molto orecchiabile. Bene, allora vediamo come prosegue la serata di oggi. Vediamo, a presto. A presto.
აი მოვედით ჩვენს სამუშაო მაგიდასთან. აი ეს არის ჩვენი საქართველოს დროშა და ამ საქართველოს დროშის ფონზე დაგემშვიდობებით და შევხვდებით ხვალ ახალი სიუჟეტებით, დროებით.